საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში Doing Business-ის კვლევის 2013 წლის მონაცემების პრეზენტაცია ჩატარდა. ვახტანგ ლეჟავამ და კახა ბენდუკიძემ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში საქართველო მოხვდა საერთაშორისო რეიტინგის ათეულში ისეთ განვითარებულ ეკონომიკებთან ერთად, როგორებიცაა მაგალითად სინგაპური, ჰონკონგი, ახალი ზელანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, დანია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო და სხვა. ეს არის კარგი ინდიკატორი, კარგი თერმომეტრი იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად ჯანსაღია ჩვენი საწარმოო გარემო. არა, ძალიან მარტივი კიდე ერთი ფაქტია, მაგალითად, აი, ვიღაცა ხართ ამერიკაში და ერთი ამერიკელი, რომელიც საქართველოში არ ყოფილა, ითქვა მეორეს, რომელიც შეიძლება ყოფილა, საქართველო რა არის? ხა, როგორ ხსნია რა არის საქართველო? საქართველო ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ამაზე იმ კაც უკვე სახე, ასე ვთქვათ, ცოტა მოწყენილი ხდება და საქართველოში წასვლის და ფულის შედების სურვილი უქრება, მე მეუბნებიან, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, ის რაღაც დაინტერესებულს უყურებს და მე მეუბნებიან, რომ საქართველო არის, ადრეობდნენ რაღაც 20-ში, ახლა თქვენ 10-ში Doing Business-ის რეიტინგს, რომელიც მსოფლიო ბანკი აკეთებს და ეგრევე ჩნდება ინტერესი. გარდა ამისა, ეს რეიტინგი ხო რეალური ცხოვრების ფაქტია რა. ეს არის ისე, აი მე რომ მინდა ჩემ ბიზნესი გავაკეთო, რაღაც ავაშენო პატარა საწყობი თუ პატარა მაღაზია რაღაცა, რა წინააღმდეგობებს შევხვდები. და ეხლა ჩვენ ამას მივეჩვიეთ, რომ ეს ასე კეთდება და ერთმანეთს რაღაც ჭორებს უყვებით რაღაც ელიტარულ კორუფციაზე, მაგრამ სულ არ ვიცი წინააღმდეგში და არ ვარ წარმოდგენილი, რამდენ პრობლემას აწდება ბიზნესმენი სხვა ქვეყანაში. საქართველოში ბიზნეს კლიმატის შეფასება მსოფლიო ბანკმა 2004 წლიდან დაიწყო. 2004-2006 წლებში საქართველო 112 ადგილას იმყოფებოდა. 2007 წლიდან ქვეყანამ 37 ადგილას გადაინაცვლა. Doing Business-ის რეიტინგის ოცეულში მოხვედრა კი საქართველომ 2009 წელს მოახერხა. 2012 წელს განხორციელებულ რეფორმებს მსოფლიო ბანკმა მაღალი შეფასება მისცა და შედეგად საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილას გადაინაცვლა. ამ პროგრესის შესახებ თავად ანგარიშივეა მითითებული, სადაც ვკითხულობ, საქართველო 2005 წლიდან ინარჩუნებს საუკეთესო რეფორმატორის სტატუსს. პირველ რიგში არაფერი არ უნდა გავაფუჭოთ, მაგრამ ამავე დროს კიდევ არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბიზნეს კლიმატი გამოსწორდეს, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გავაკეთეთ რეფორმები, სხვა ქვეყნები გააკეთებენ რეფორმებს და შესაბამისად ჩვენი ადგილი გაუარესდება. და სულ მინიმუმის რეფორმები რო შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს ამ ეტაპზე, გარანტირებულად გვექნება ისევ მე-9. არ გვექნება, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები გააგრძელებენ რეფორმირებას და ჩვენ აღმოჩნდებით უარეს პოზიციაში. რესურსები და რეზერვები იმისათვის, რომ თქვენ თვითონაც იცით, საქართველოში ცხოვრობთ, იმისთვის, რომ ბიზნეს კლიმატი უკეთესი იყოს, არსებობს. ამიტომ მე ძალიან მინდა, რომ ის ხალხი, ვინც ამაზე პასუხისმგებელი იქნება, ამას უყურებდეს ძალიან სკრუპულოზურად და მე მინდა მათ ასევე წარმატებები უსურვო.